დღეს მოგიყვებით საპატრიარქოს ახალგაზრდული სახლის შესახებ, რომელიც სწორედ მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით დაარსდა და მისი მიზანი ახალგაზრდების სულიერ და პროფესიული კუთხით განვითარებას წარმოადგენს. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა საპატრიარქოს ახალგაზრდული სახლის განვითარების ხელმძღვანელი მარიამ გელაშვილი. დილამშვიდობის მარიამ, გმადლობთ მობრძანებისთვის. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, გისამძიმრებთ მისი უწმინდესობის გარდაცვალებას და დიდ დანაკლისს. სანამ უშუალოდ ამ ახალგაზრდული სახლის შესახებ ვისაუბრებდეთ, მანამდე გვინდა რომ გავხსენოთ მისი უწმინდესობა, როგორ იყო თქვენი ურთიერთობა, იმიტომ რომ სახლის გახსნამდე, ახალგაზრდული სახლის გახსნამდე არაერთი შეხვედრა გქონიათ უწმინდესთან და როგორ იყო უწმინდესი, როგორი არის თქვენი პატრიარქი, თქვენი უწმინდესი, იმიტომ რომ მისი ამ თავმდაბლობით, მისი ამ უშუალობით და ამავ დროს უდიდესი პიროვნებით, ხომ? ყველას ჩვენი პატრიარქი ყავს. თავისი ღვაწლით, თავისი სიყვარულით და ყველას ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს. თქვენთვის როგორი არის თქვენი პატრიარქი? მოგესალმებით პირველ რიგში და ასევე გიერთდებით ამ სამძიმარში. ეს ის დღეები არის, რომელმაც მან კიდევ ერთხელ თავისი რაღაცა ეს უნიკალურობა დაადასტურა იმითი, რომ რაღაცა უჩვეულოდ გაგვაერთიანა ყველა. რაღაცა ერთი ქართული სხეული ვართ დღეს ყველანი და ამ ყველაფრის გვირგვინი არის პატრიარქი. და ამ ყველაფრიდან რაღაცნაირად აი კარგი მხარე რა შეიძლება იყოს, ხო, რომ ამ უდიდეს ტკივილთან და დანაკლისთან ერთად არის ის, რომ აი ინდივიდუალურად რომ მქონდა იმის ბედნიერება, რომ მეც მყავდეს, თქვათ, ჩემი პატრიარქი და რაღაცა პირადი ურთიერთობა რთულია რომ იყო პროფესიულად რაღაცნაირად ისეთი ობიექტური ამ მიმართებით, ხო, იმიტომ რომ ეს რაღაცა პირადი დამოკიდებულებაც, მაგრამ მისია ეს რაღაცნაირი ხედვა იმ სფეროსთან დაკავშირებით, სადაც მეც მომიწია მისი კურთხევით ყოფნა, ეს არის უშუალოდ სოციალური სფერო და სოციალური სამსახური. არ ვიცი, მიჭირს სიტყვებით, რომ გადმოვცე რამდენად მნიშვნელოვანი და რამდენად სწორი იყო ის თითოეული სიტყვა, ის თითოეული საუბარი, რომელსაც აი ახლა კიდევ უფრო კარგად ვიხსენებთ და ხო ვიაზრებთ ფაქტიურად. ჩემი პირადად თუ თქვათ ამას რაღაცა ორი სიტყვით ვიტყვი, მე თვითონ გავიზარდე იმ ოჯახში, სადაც ჩემი მამი დასასული ანუ მონაზონია და ჩემთვის ეს თქვათ ოჯახი არის, პატარა ვიყავი ძალიან სადღაც 3 წლის და მას შემდეგ ჩვენი ცხოვრება შეიცვალა, ჩვენი სახლის კარი ღია იყო, დღეს რომ უკვე მეუფეები არიან სასულიერო პირები და ეს რაღაცა სხეული ჩემთვის კიდე რაღაც სხვანაირი ოჯახია ჩემთვის საპატრიარქო და ასე ვთქვათ, ხო, ეს სფერო, მაგრამ პროფესიულად დაახლოებით 2012 წელი იყო, როდესაც იმ დროს მე პირადად ღონისძიებების მართვის კომპანია ვქონდა მე და ჩემს მეგობარს და ესე დღეს რომ TikTok-ზე გავარდება ხოლმე რაღაცა ვიდეო, ესე გავარდა რაღაცნაირად ჩვენი წამოწყება, აბსოლუტურად არ ელოდებოდა ამას არავინ და იმ პერიოდში რაღაცნაირად, იმიტომ რომ დაახლოებული ვიყავი ისედაც ამ სფეროსთან, გაჩნდა ინიციატივა, რომ სოციალური სამსახურის ირგვლივ და მათი ვთქვათ იდეების ირგვლივ გაგვეკეთებინა ერთი საქველმოქმედო კონცერტი. და აი ამითი იყო პირველად ასე ვთქვათ ჩემი დაკავშირება. მაგრამ როდესაც ამ სფეროში შევედი და მაშინ ბატონი ზურა იყო ვარაზი ხელმძღვანელი, რომელმაც საოცარი სიტყვები მითხრა მაშინ პირველ შეხვედრაზე, რომ სოციალური სამსახური ასე გითხრაო ჩვენო პატრიარქმაო, ეს არისო მართლმადიდებლობა პრაქტიკაშიო. და ეს არის მთელი აი ანი და ჰოე აი ამ ამბის და მივხვდი რომ ეს ის საქმეა, რომელიც თუ ჭეშმარიტად გწამს ღმერთის და ხარ მართლმადიდებელი, შეგიძლია აკეთო. იმიტომ რომ ყველაფერი იქ არის, ანუ კანონმდებლობა ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ იქ არის აღწერილი ყველაფერი რა უნდა გააკეთო. და მაშინ თქვა, რომ ჩვენო პირველათო პატრიარქმა მიგვიყვანა ჩვენ მივედით ჯერ პატრიარქთანო და შემდეგ პატრიარქმა მიგვიყვანა ღმერთამდეო და მას შემდეგ ჩვენთან არის ღმერთიო და ეს ისე მახსოვს ეს სიტყვები და საოცარი პერიოდი იყო ნამდვილად. ნუ მაშინ როდესაც დავიწყეთ ასე ვთქვათ ამ სფეროში, ამ სფეროსთან დაახლოება,
მისი უწმინდესობის კურთხევით მოვამზადეთ 3 პროექტი, რაზეც ასე ვთქვათ, უნდა გაგვემახვილებინა ყურადღება. ეს კი ბატონო, გეტყვით, მოგახსენებთ, პირველი ეს იყო დიდი, ასე ვთქვათ, სოციალური საწყობი, სადაც მოგროვდებოდა დღის ბოლოს. ოღონდ ეს არის აი 2013 წლები დაახლოებით, როდის ფიქრობდა ამაზე, რომ აი ეს საკვებიო, რომელიც ვთქვათ, რჩება ობიექტებში, რომ არ გადაიყაროს, იქნებ რაღაც მოვიფიქროთო ამასთან დაკავშირებითო და ჩვენ გვაქვს ის კურთხევა და ბრძანება და ამის ჩანასახი არის უკვე ჩვენთან ახალგაზრდულ სახლში პატარა მცირედით და ინებებს ალბათ უფალი და თუ იქნება რა თქმა უნდა უფლისნება მეტსაც შეგვაძლებინებს ჩვენ ყოველ შემთხვევაში მზად ვართ ამისთვის. ეს იყო ეს სოციალური საწყობი და მაშინავე დავიწყეთ ადვოკატირება ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს იყო ესე იგი საოცარი ამბავი და მერე უკვე წლების შემდეგ ეს რაზეც პატრიარქი საუბრობდა კანადაში ოფიციალურად მიიღეს მოდელად. ეს იყო მოხუცები, დედები აბორტის პრევენციის მიზნით და ბავშვების ერთობლივი ასე ვთქვათ სახლი რომ გაგვეკეთებინა რომ აი ეს ურთიერთობები ყოფილიყო მათ შორის და რაღაც ძალიან ისე დატვირთული ამბავი იყო და მაშინ ქალბატონ რუსუდან ფეტვიაშვილს მივმართეთ ვთხოვეთ ლოგოც გაგვიკეთა ამისი და მოკლედ აი ესე დახუნძულები მივედით უწმინდესთან რომ ეს ყველაფერი უნდა დაგვეწყო გაგვეკეთებინა და მაშინ ჩვენ თანამშრომელი იყო ქალბატონი დარეჯან ძნელაძე რომ უყვება ამ ამბავს და გააჩერა და უთხრა რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგიაო მაგრამ ახლა აი ამ ეტაპზე ჩემი ყველაზე დიდი გულის ტკივილი რაც არისო არიან ბავშვები რომლებიც ტოვებენ ბავშვთა სახლსო და იქნება აი ყველა ძალა და რესურსი აქეთკენ მიმართოთო ახლა რამე მოიფიქროთ რომ დროებით გქონდეთო მათ გასაჩერებელი და ესენი არ დაიკარგნონო ეს ბავშვებიო და ამას რო გააკეთებთო პარალელურად და შემდეგ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გააკეთეთო და აი ესე აბსოლუტურად ესე ვთქვათ მოწმენდილი ციდან გამოვედით და ფიქრობდით რა უნდა გვექნა და ნუ აი მაშინ იყო ზუსტად რომ მოდი რაღაცა კონცერტი საქველმოქმედო ამ მიმართულებით ნუ ამაში რო ჩავიხედეთ 2013 წელს მივხვდით რომ კონცერტი კი არა აბსოლუტურად როგორ გითხრათ არაფერი არ არსებობდა მათ ირგვლივ და მე როდესაც ვიკვლიეთ საიდან იცოდა ეს უწმინდეს მანუ ის რაღაცა ხედავდა პრობლემას მაშინ როდესაც აი აბსოლუტურად დაფარული იყო და ყოველთვის შესახებ იცოდა კი და ყველაზე ზრუნავდა ზუსტად ხო აი არ ვიცი და მე მივხვდით და თვითონაც საუბარში რომ ეს ბავშვები რაღაცა პერიოდით მიდიოდნენ მონასტრებში და მონასტერი არ არის ის ადგილი სადაც ხო მიდიხარ თავშესაფრის მაძიებლად ღამის გასა იმიტომ რომ ქუჩაში არ დარჩა უბრალოდ და შემდეგ ეწყებათ გაუცხოება ეკლესიასთანაცო და ეს არ უნდოდა რომ მომხდარიყო რომ რაღაცა მათ წვეტა არ ქონოდათ და გულის ტკივილი ასე ვთქვათ მონასტრის და ამ სივრცის მიმართ და ამიტომ მიფიქრა ეს აი სად ფიქრობდა მე ხვდები ნელ-ნელა და როგორ მოხდა ახალგაზრდული სახლის ჩამოყალიბება და შემდეგ მოხდა ისე რომ აი ესე კარდაკარ დავიწყეთ იმ ორგანიზაციების ძებნა ასე ვთქვათ ვინც ამ საკითხებზე იმიტომ რომ როდესაც შენ გინდა რომ რაღაცა გააკეთო ახალი მოდელი შექმნა ასე ვთქვათ საპილოტე ხო ამას სახელმწიფოს გარეშე და გამოცდილების გარეშე ვერ გააკეთებ რა თქმა უნდა და შესაბამისად დავიწყეთ ასე ვთქვათ საინიციატივო ჯგუფი ამას ქვია სოციალური ადვოკატირება და დავიწყეთ სოციალური ადვოკატირება პატრიარქის კურთხევით და 2000 და მაშინ ბოლდვიჟენი საოცრად დაგვიდგა გვერდით და ქალბატონი მაიამ გელიაშვილი რომელსაც თავისი პირად ძალიან დიდი ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან და სამწუხაროდ დღეს მაიკოც აღარ არის ჩვენს გვერდით არ ვიცი მიჭირს საუბარი იმიტომ რომ ის ადამიანები ვისთან ერთადაც დავიწყე ფაქტიურად ეს ამბავი ნელ-ნელა ცხოვრებამ ესე ფიზიკურად გამომაცალა ხელიდან მაგრამ ძალიან რა თქმა უნდა ჩვენ დღეს ზურა ბატონი ზურა ვარაზის პატარა ოთახიც გვაქვს მისი ასე ვთქვათ კაბინეტი სამედიცინო გადაუდებელი დახმარების იმიტომ რომ იქ მოგეხსენებათ სახელოსნოებია და აუცილებელი არის რომ იყოს ეს ვთქვათ გადაუდებელი ოთახი რომელსაც ზურაბაბუს ოთახი ქვია ჩვენ გვაქვს მაიკოს სახელობის აუდიტორია სადაც ეს ლექციები ტარდება და ხო რა ვიცი მოკლედ მათი ასე ვთქვათ ხსოვნა გრძელდება ჩვენთანაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ პატრიარქისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის, რომ არ უნდა დავივიწყოთ საიდან მოვდივართ. და ქალბატონი მაია მგელიაშვილი იყო იმ ერთ-ერთ ხუთეულში, ვინც საერთოდ პირველი სოციალური ერთ-ერთი მუშაკი იყო, ვინც სოციალური მუშაობა შემოიტანა, ბავშვთა კეთილდღეობაზე დაიწყო საუბარი და აი მაშინ 2015-2014 წლებში, როდესაც არც არავის საუბრობს, თქვა ზრუნვიდან გასულებზე, მაშინ დაიწყო ზუსტად დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, როდესაც დიდი ზომის ბავშვთა სახლები უნდა ადაპტირდეს და სხვათა შორის მაშინ დაიწყო პროცესი მცირე საოჯახო ტიპის სახლებად უნდა გაკეთებულიყო ეს და ასევე მიმღები ოჯახები. და აი მიმღები ოჯახების, ასე ვთქვათ, მოძიება ძალიან გაუჭირდა სახელმწიფოს და მაშინაც საპატრიარქომ ძალიან დიდი როლი ითამაშა და ზუსტად საპატრიარქოს და ასე ვთქვათ, აი ამ მრევლში იქადაგეს, ასე ვთქვათ, მოძღვრებმა და იქიდან გამოირჩინენ ადამიანები და ოჯახები, რომლებიც შემდეგ გადამზადდნენ და გახდნენ მიმღები მშობლები. საკმაოდ რთული გზა გაიარეთ, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ლოცვა-კურთხევით ყოველთვის ყველაფერი მარტივად სრულდებოდა ხოლმე შეძლების და გვარად. მარიამ, იცით რაზე ვისაუბროთ, რომ ჩამოყალიბდა ეს ახალგაზრდული სახლი, შემდგომ როგორ განვითარდა ეს ყველაფერი, რა ხდება ამ ახალგაზრდულ სახლში, როგორ ხდება ზრუნვა, როგორც განათლების კუთხით, ასევე სოციალური საჭიროების მიმართულებით და რა თქმა უნდა, მისი უწმინდესობის შესახებ უნდა ვთქვათ, რამდენად ჩართული იყო თავად ამ პროცესში. საოცარია მართლა ეს ამბავი, იმიტომ რომ აი ხა ეს ბოლო პერიოდი სულ ამაზე ვფიქრობ იმ შეხვედრებზე რა უთქვამს, თქვათ, რა რჩევები მოუწია და ეს მოდელი საერთოდ ხა ჩვენთან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ხშირად ყავს ხოლმე სტუმრები და მე სიამაყით შემილია ვთქვა, რომ ვარ აი ამის თანამოწინაწილე და უდიდესი სიმდაბლით თან რაღაცნაირად და არ გამომივიდეს რომ რაღაცა, მაგრამ არ შეიძლება ეს რომ არ აღიარო, რომ ეს არის აბსოლუტურად ახალი მოდელი. ეს არ არის არც სკოლა, არც თქვა ტიპიური ბავშვთა სახლი, არც კოლეჯი, ხო, ეს არის ახალი მოდელი, რაც მისი ინიციატივით დაიწყო, რომელზეც გვეუბნებიან, რომ თქვენ როდესაც ამას ეს თქვა ბოლომდე გამართავთ, ჩვენ შეგვიძლია წავიღოთ ეს მოდელი და სხვა ქვეყნებშიც გავაკეთოთო. და ესე იგი 2015 წელს, როდესაც სახელმწიფოში შევიდა ეს ინიციატივა პატრიარქისგან და 2016 წელს, როდესაც გაჩნდა მისი ოფიციალური ეპისტოლე უკვე და სურვილი, რომ მას სურვილი აქვს, რომ გამოყოს ტერიტორია და იზრუნოს ამ ახალგაზრდებზე. აი ვთქვათ, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი აქვს და გაერთიანდა ამის ირგვლივ არასამთავრობო სექტორი და პირველად მივიღეთ მოკლე ჩარჩო, ასე ვთქვათ, დოკუმენტი, როგორი უნდა იყოს კონცეფცია ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების საცხოვრისის. და თვითონ უწმინდესიც იძახდა, რომ ეს არ უნდა იყოს არც კოლეჯი და არც უმაღლესი სასწავლებელი, ეს უნდა იყოს ერთგვარი გარდამავალი ეტაპი, ეს ზუსტად არაფორმალური განათლება რაც არის. და ერთ-ერთ შეხვედრაზე მან თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს შევაყვაროთ შრომა და რაც მთავარია და მან ახსენა განწყობის თეორია უზნაძესი, რომ განწყობა უნდა შეუქმნათ შრომისადმი. აი ეს ხო ვითომ ორი ისეთი მარტივი წინადადებაა, მაგრამ ეს ისე ზუსტად გაძლევს მიმართულებას, რა უნდა გააკეთო. და ასევე პროფესიების არჩევაზე საუბრობდა ხშირად და ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა, რომ აი ყაზბეგშიო მაგალითად იმხელა კარტოფილები მოდისო და ისეთი რაოდენობის, რომ შეიძლება მთელ ქვეყანას ეყოსო და არსებობს ასეთი წიგნიო, სადაც განსაზღვრულია, რომელ რეგიონში რა უნდა დაითესოს. და ჩვენ დღეს გვაქვს, ესე ვთქვათ, კურსი მებაღეობის და მცენარეებზე ზრუნვის საპატრიარქოს კოლეჯიდან ფანტასტიკური პედაგოგი ყავს ბატონი სანდრო და ერთწლიანი კულტურების, ასე ვთქვათ, ბოსტანიც გვაქვს და აი მივყვებით ფეხდაფეხ მის ლოცვა-კურთხევას. ასევე მან ისაუბრა მნიშვნელობაზე სოფლის მეურნეობის და მაგალითად მოყვა ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომ როდესაც დიდი მიწისძვრა იყო რაჭაშიო, დაინგრა სახლებიო და მეც ვიყავიო იმ კომისიაშიო და ის სახლები, რომელიც გადარჩა, აღმოჩნდა, რომ რაღაცნაირი სპეციფიური სარტყელი ჰქონდათ გაკეთებული და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებსო ვასწავლოთო ისეთი ხელობაო, რომელიც ქვეყანასაც წაადგებაო და მე აქვე სიამაყით შემილია ვთქვა, რომ საოცარი პედაგოგი ყავს ბატონი ბაკური, რომელიც აი მართლა მის სკამის აწყობიდან დაწყებული მართლა სახლის გადახურვამდე დასრულებული და ფუტრის კეფსაც შეიძლება ასწავლოს და მოკლედ ხო აი რაღაცნაირად ეს ადამიანები თან ისე ჩდებიან ჩვენთან ორგანიზაციაში, რომ აი თითქოს თავისით უფალს მოყავს, ეს აი მართლა საოცრებაა. ასევე ძალიან უნდოდა მაგალითად ოქრომჭედლობის მიმართულებაც რო გქონოდა, იმიტომ რომ ეს არის უძველესი ქართული ტრადიცია და ნახოთ ახლა
მინის მხატვრული დამუშავება იცით რომ გვაქვს და ვცდილობთ რომ მის ასე ვთქვათ ლოცვა კურთხევას ნელ-ნელა მივყვეთ და თუ მოგცემს უფალი ამის ნებას რომ გავაგრძელოთ ის დანატოვარი და მემკვიდრეობა რაც დაგვიტოვა. დარწმუნებული ვარ თქვენ ამას შეძლებთ უწმინდესის ლოცვა კურთხევით იგი ხორციელად არ არის ახლა ჩვენთან მაგრამ თითოეული ჩვენგანი დარწმუნებული ვართ იმაში რომ ძალიან დიდი მეოხი შევიძინეთ და ზეციური მფარველი თითოეულმა ჩვენგანმა და ჩვენმა ქვეყანამ. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის უწმინდესის ღვაწლის გახსენებისთვის. ეს დავამატებ თუ შეიძლება 2 წუთით და არ შემიძლია ძალიან დიდი მადლობა არ გადაუხადო მეუფე შიოს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, იმიტომ რომ ბოლო წლებში სამწუხაროდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ ეს დაგვაკლდა მასთან პირადი ურთიერთობა, მისი ლოცვა კურთხევა და მეუფე შიომ ეს რაღაცნაირად მისი ასე ვთქვათ როგორ თქვა არ ვიცი მფარველობის ქვეშა იყო ეს პროექტი და იმხელა მხარდაჭერა და იმხელა ძალა იყო ეს ბოლო წლებში მისგან ასე რომ მიხარია ძალიან ეს ძალიან დიდი სიხარულია რომ ის პატრიარქის დანატოვარი რაც თქვათ მას უნდოდა რომ გაკეთებულიყო გრძელდება დღეს და იმედი მაქვს რომ ჩვენ ამის მომსწრენი ვიქნებით რომ კიდევ უფრო მეტი და მეტი შეემატოს ქვეყანას. დიდი მადლობა. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახლდათ საპატრიარქოს ახალგაზრდული სახლის განვითარების ხელმძღვანელი მარიამ გელაშვილი.